გამარჯობა დორამიტა lovers. ამჯერად რაც დაგპირდით შევასრულე. აქ წარმოგიდგენთ სერიალ One Fine Week-ის მეორე სეზონს. ეს სეზონი იწყება დაე იუნსა და მის შეყვარებულ ჯუნგ შორის დიალოგით იმ წვეულებების შესახებ, რომლებსაც ისინი ერთად აწყობენ, რის შემდეგაც ისდგება და ცეკვასა და სიმღერას იწყებს მისთვის. ჯუნგის პოპულარობის გამო მათი ურთიერთობა კვლავ საიდუმლოდ რჩება. მოგვიანებით ის ემშვიდობება მას და რამდენიმე წუთის შემდეგ ტელეფონით ურეკავს, რათა მიუთითოს ადგილი, სადაც მისთვის საჩუქარი აქვს დამალული. მეორე დღეს ჯუნგ მოულოდნელად მიდის იმ კაფეში, სადაც დეიონ მუშაობს და ეუბნება, თუ როგორ ენატრება იგი, რადგან საჯაროდ ერთად ყოფნას ვერ ახერხებენ. რამდენიმე დღის შემდეგ მისი საუკეთესო მეგობარი სთავაზობს იუნს დაბადების დღის წვეულების მოწყობას, მაგრამ ის უარზია, რადგან ამ დღის აღნიშვნას შეყვარებულთან ერთად გეგმავს. თუმცა, ღამით ვახშმის მომზადებისა და საათობით ლოდინის მიუხედავად, ჯუნგ არ ჩნდება და არც მის ზარებს პასუხობს. გადის 2 დღე და დაეიუნ კვლავ არაფერი იცის მის შესახებ, ამიტომ მის კომპანიას ურეკავს, მაგრამ რადგან ფანი ჰგონიათ, პასუხს ვერ იღებს. მოულოდნელად ის ტელევიზორს რთავს და ხედავს, რომ ჯუნგ პირდაპირ ეთერში ინტერვიუს იძლევა, რითაც ხვდება, რომ მან უბრალოდ განაგრძო ცხოვრება და საერთოდ არ დაუკავშირდა მას. ძალიან ცუდი საქციელია ჯუნგ. ამ ვითარებაში დაეიუნის მეგობარი მიდის მის სახლში და პოულობს მას საშინო მდგომარეობაში. ჯუნგ ის არ ყოფნით გამოწვეული უდიდესი სევდის გამო. აქ როგორც კარგი მეგობარი, ის დაჟინებით ამტკიცებს, რომ ჯუნგს ის არ უყვარს. დაიუნ უარს ამბობს ამის დაჯერებაზე და ამართლებს მას იმ ვარაუდით, რომ რაღაც მიზეზი უნდა ჰქონდეს. მოგვიანებით ჩანს, როგორ ესაუბრება ჯუნგ თავის ასისტენტს, რომელიც მას ზარის განხორციელებაზე უარს ეუბნება უფროსის ბრძანებით. ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა მხატვრის ტელეფონზე კონტროლი დააწესოს მას შემდეგ, რაც შეიტყო მისი და დაიუნის ურთიერთობის შესახებ. იმავდროულად, ბიულ ხვდება თავის წარმომადგენელს და უფროსს, რომელიც მას ავალებს მონაწილეობა მიიღოს გადაცემაში, სადაც მრავალ ცნობილ ადამიანთან ერთად სიმღერის რეპეტიცია მოუწევს. ამის შემდეგ, გადაცემაში მონაწილეობისადმი მისი უქნეობის გამო კიდევ ერთხელ, მისი ასისტენტი სთავაზობს, კვლავ დაუკავშირდეს დაეიუნს მის ჩასანაცვლებლად. მოგვიანებით ჩნდება ჯუნგ, რომელიც ესაუბრება თავისი უფროსის შვილს სახელად ედენ. მიუხედავად იმისა, რომ ისიც ცნობილი არტისტია, შურს ჯუნგ ის, რადგან მიაჩნია, რომ მამამისის უფრო მეტად მოსწონს, ვიდრე თვითონ. იმავდროულად, ბაიულ მიდის დაეიუნთან, რათა ახალი გაცვლა შესთავაზოს. იგი ხას უსვამს კომპანიაში მისი ყოფნის რისკებს და იმას, რომ მას შეიძლება კვლავ ნახოს თავისი შეყვარებული. ამიტომ იგი თანხმდება და ერთად შეთანხმდებიან, რომ ეს უკანასკნელი შემთხვევა იქნება. მას შემდეგ, რაც ბაიულის წარმომადგენლისგან იღებს ინფორმაციას იმ ცნობილი ადამიანების შესახებ, რომლებსაც გაიცნობს, მეორე დღეს დაეიუნ ნერვიულად მიდის სახლში, სადაც გადაცემა ჩაიწერება და მათთან საუბარს იწყებს. მათ არ ჭირდებათ ბევრი დრო, რომ მის მხრიდან უცნაური ქცევა შენიშნონ. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ხშირად სდევს თვალს ბაიულსას, მალევე აფრთხილებს, ფრთხილად იყოს, მაგრამ მეორე ცნობილი პიროვნება ჩნდება, რათა გააფრთხილოს, რომ მისგან შორს დაიჭიროს თავი. და სანამ ის მას ესაუბრება, შორიდან ხედავს თავის შეყვარებულ ჯუნგს, რომელიც სატელეფონო ზარის დასრულების შემდეგ თავის მობილურს ედენს ააწვდის. ამის შემდეგ, ჯუნგის უფროსი მას დაეიუნთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აჩვენებს. და რადგან ბაიულ გონია, მისი ტელეფონის გაკონტროლებას გადაწყვეტს, რათა კომპანია საფრთხეში არ ჩაიგდოს. ამის შემდეგ, ბაიულ ბრუნდება კაფეში და თავის კოლეგას აცნობებს, რომ დროებით იქ დაბრუნდება სამუშაო. მოგვიანებით არტისტები წყვეტენ, შემთხვევითი პრინციპით დაწყვილდნენ, რათა შესრულებისთვის რეპეტიცია გაიარონ. პირველ რიგში, ედენ და ბაიულის მდებარე პირველ ჯგუფს აყალიბებენ. ჯუნგის რიგი რო დგება, ის იგებს, რომ მას დაეიუნ შეხვდა, მაგრამ ბაიულ ჰგონია ატყუებს შეყვარებულის დასაზოგად და სხვა არტისტს ირჩევს, რის გამოც დაეიუნ იმედგაცრუებულია. მოგვიანებით ჯუნგ მიმართავს დაეიუნის კოლეგას, სახელად დუეიჩ რათა მან მისგან შეტყობინება გადასცეს, მაგრამ ის უარს ამბობს და მოუწოდებს თავად ესაუბროს მას. რამდენიმე წუთის შემდეგ
დაეიუნ ინტერვიუს ჩაწერის პროცესშია, სადაც მას წინა გადაცემის წარმატებას ულოცავენ, რაც მის ნერვიულობას იწვევს, რადგან ეშინია, რომ შეიძლება აღმოაჩინონ, რომ ის ნამდვილი ბაიულ არ არის. მოგვიანებით ინტერვიუს დასრულების შემდეგ დაეიუნ ეუბნება დუეიჩ-ვაიუ-ენს გადასცეს ჯუნგს, რომ მისი ნახვა სურს. თუმცა ღამე ისე დგება, რომ მასთან საუბრის შესაძლებლობა არ ეძლევა. დაძინებამდე ის ჯიბეში პოულობს ჯუნგის წერილს, რომელშიც ის თავაზობს კამერებისგან მალულად შეხვდნენ ერთმანეთს იმავე ღამეს. მეორე დღეს BYUL-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფანი კაფეში შედის და გაკვირვებული ეკითხება ნამდვილად ის არის თუ არა, მაგრამ იგი ეუბნება, რომ უბრალოდ არტისტს გავს. მიუხედავად ამისა, ის ვერ ახერხებს მის დარწმუნებას და ნერვიულად მიდის თავის კოლეგასთან მომხდარის მოსაყოლად. რაც შეეხება DEUNS, ის შენობიდან გამოდის ჯუნგთან შესახვედრად, მაგრამ აღმოჩნდება, რომ BYUL-ის მდევარი და მისი კოლეგა ედენი ქიმალებიან, რათა გადაუღონდას ცადონ იმ ურთიერთობის დაშლა, რომელიც მათი აზრით მას და BYUL-ს შორის არსებობს. მოგვიანებით ნაჩვენებია, რომ ჯუნგსაც იგივე წერილი გაუგზავნეს. თუმცა, როდესაც ის ჩნდება, ხელს კიდევს DEUNS და საწყობში შედიან, რათა გადაღების საშუალება არ მისცენ და ამ მომენტში შემთხვევით მისი ტელეფონი ძირს ვარდება. შიგნით შესულმა ჯუნგმა DEUNS უთხრა, რომ BYUL ის წერილის წაკითხვისთანავე მიხვდა, ვინც იყო. ამასთანავე, მას შემდეგ, რაც DEUNS აუხსნის მიზეზს, თუ რატომ ვერ უკავშირდებოდა, ის აცნობიერებს სიტუაციას და არწმუნებს მას, რომ არანაირი წყენა არ აქვს. სანამ ისინი საუბრობენ, დუჰიუნ მათ საწყობის კარიდან აკვირდება და ეჭვიანობით აღძრული მოგვიანებით მოუწოდებს ჯუნგს, შორს დაიჭიროს თავი მისგან, რადგან ჰგონია, რომ ეს BYUL-ია. რამდენიმე დღის შემდეგ დიიუნ და დუჰიუნ ფოტოსესიისთვის ემზადებიან. თუმცა აღმოჩნდება, რომ მისი კაბა მის ზომაზე არ არის, ამიტომ მისი კოლეგა მას თავის ქურთუქს აფარებს და პასუხს თხოვს პასუხისმგებელ პირებს. მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ BYUL-ის მდევარს DEUN-ის კაბა ჰქონდა აღებული, ის მომხდარს დამსწრეებს უმხელს, რის გამოც დამნაშავე უსიტყვოდ რჩება და არ იცის როგორ მოიქცეს. მოგვიანებით ნაჩვენებია, თუ როგორ იყენებს ედენ ტელეფონს, რომელიც DEUN-მა შენობის გარეთ დაკარგა. ამიტომ ჯუნგ უშედეგოდ ცდილობს მის დაბრუნებას. თუმცა იმ დროს კიდევ ერთი არტისტი, ჰუაინ, ჩნდება და ნივთს ხელიდან ართმევს. მერე ჯუნგს აძლევს, რომ DEUN-ს დაუბრუნოს და აფრთხილებს BYUL-ს უფრთხილდეს, რადგან ისიც შეყვარებულია მასზე. მოგვიანებით ჯუნგ კვლავ ხვდება DEUN-ს მალულად და ტელეფონის დაბრუნების შემდეგ არწმუნებს, რომ სხვებმა უკვე იციან მათი ურთიერთობის შესახებ და დამალვის მიზეზი აღარ არსებობს. თუმცა ისინი ხვდებიან, რომ ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს როგორც მის, ისე BYUL-ის კომპანიას. კაფეში BYUL-ის ფანი არწმუნებს მას, რომ დარწმუნებულია, რომ ეს ნამდვილად ის არის. ამიტომ ადგილიდან გასვლის შემდეგ ის უკავშირდება ჯუნგის კომპანიას და აცნობებს მომხდარის შესახებ. ამრიგად, მეორე დღეს აღნიშნული კომპანია უკავშირდება ედენს და მოუწოდებს დარწმუნდეს, რომ მათთვის მიცემული ინფორმაცია რეალურია. დროთა განმავლობაში ჯუნგ ხედავს, როგორ უახლოვდება დუჰიუნ ნელ-ნელა DEUN-ს, რაც მას სრულ უკმაყოფილებას იწვევს. ჰუაინმა რო დაემშვიდებინა, DHYUNS-ს წყალი შეასხა და DEUN-ს დააშორა ერთმანეთს. ღამით სანამ DEUN შხაპს იღებს, ჰუაინ პასუხობს მის ტელეფონზე შემოსულ ზარს და ხვდება, რომ მისი სახელი ნამდვილად DEUN არის და არა ბაიულ, როგორც ყველას გონია. იმავდროულად ედენ უყვება BYUL-ის მდევარს მომხდარს და იმ დავალების შესახებ, რომელიც მისცეს. მოგვიანებით ჰუაინ უმხელს DEUN-ს, რომ იცის, რომ ის იმპოსტორია, ამიტომ იგი მას მთელ სიმართლეს მოუყვება და სთხოვს ეს ინფორმაცია საიდუმლოდ შეინახოს. მოგვიანებით დუჰიუნ არწმუნებს ჯუნგს და DEUN-ს, რომ მან იცის მათი ურთიერთობის შესახებ და მას საუკეთესოს უსურვებს, თან მოუწოდებს ყოველთვის სთხოვოს დახმარება, როცა საჭირო იქნება. ამით BYUL-ის მდევარი ეუფლება DEUN-ის ტელეფონს და უგზავნის მას შეტყობინებას, რათა მივიდეს ღონისძიებაზე, რომელსაც გადაცემის კომპანია მოაწყობს.
თუმცა გეგმის შესახებ მოყოლის შემდეგ ედენ მოუწოდებს შეწყვიტოს ეს, რადგან მისი განზრახვა მხოლოდ ჯუნგისთვის ზიანის მიყენებაა. მეორე დღეს, სანამ ჯუნგ ჰუაინთან მუშაობს, ბიულ მიდის ღონისძიების ადგილზე და ედენ მას შორიდან აკვირდება დაე იუნთან შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე. მოგვიანებით ბაიულ ხვდება დაე იუნს, რომელიც გაკვირვებული ეკითხება, რა უნდა იქ, რაზეც ის პასუხობს, რომ სწორედ მან დაუკავშირდა შეტყობინების საშუალებით. იმ მომენტში დარბაზში ჩნდება ბაიულის მდევარი, რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად. თუმცა, მოდის დუჰიუნ, რომელიც ჟურნალისტებს ბაიულის მდევრის შესახებ ინფორმაციას უყვება და ახერხებს, რომ წავიდნენ ისე, რომ დაეიუნ და ბაიულ არ აღმოაჩინონ. ამრიგად, გამოსვლის დაწყებამდე დუჰიუნ არწმუნებს დაეიუნსას, რომ იცის, რომ ის ბაიულ არ არის და იგი კიდევ ერთხელ უმხელს მთელ სიმართლეს სხვა ადამიანს. ამის შემდეგ ისინი ერთად მღერიან და ახერხებენ მაინც შესანიშნავი გამოსვლა აჩვენონ. მომხდარით გაბრაზებული ბაიულის მდევარი ყველაფერს უყვება ედენს და მის დახმარებას თხოვს. თუმცა, უარის მიღების შემდეგ ის ურეკავს მის მამას და ადანაშაულებს ჯუნგ ისთვის ზიანის მიყენების სურვილში, შესაბამისად მის კომპანიაზეც. მამა მომხდარის შეტყობინების შემდეგ სახეში გაარტყამს შვილს და ის პირდება, რომ ბაიულს იპოვის, რათა თავიდან აიცილოს პრობლემები. ამგვარად ის ბაიულს მკლავში ხელს ჰკიდებს და იუენის გამოსვლის დროს მასთან ერთად სცენაზე შეიჭრება. ამის შემდეგ ბიულ დამსწრეებს მთელ სიმართლეს უღიარებს, ყველაფერზე პასუხისმგებლობას იღებს, რაც მოხდა, შემდეგ კი ჯუნგ მიკროფონს იღებს და იუნ ისადმი თავის სიყვარულს აღიარებს. მერთო რა ურზაურია. რამდენიმე დღის შემდეგ ნაჩვენებია, როგორ აძლევენ დაიუნ და ჯუნგ ერთად ინტერვიუს და რამდენად ბედნიერები არიან, რომ ბოლოს აღარ უწევთ აღარასდროს დამალვა. თუმცა თავის უფროსთან შეხვედრის შემდეგ ჯუნგს აიძულებენ ერთი წლით წავიდეს, რათა კომპანიას მიყენებული ზარალი აანაზღაუროს. ამიტომ სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ დაეიუნს დაემშვიდობოს და პირდება, რომ ის არ დაივიწყებს მას და თავადაც აღარასდროს მიატოვებს. წასვლის შემდეგ ის ურეკავს მას და დაიუნ ახალ დამალულ საჩუქარს აღმოაჩენს. და დღეების გასვლასთან ერთად ისინი კონტაქტს ვიდეოზარების საშუალებით ინარჩუნებენ. ამავე დროს ბიულ მას უკავშირდება, რათა მადლობა გადაუხადოს დახმარებისთვის და იმისთვის, რომ ხალხის კრიტიკაც მის ნაცვლად აიტანა. უცებ კაფეში მუშაობის დროს ჯუნგ თავისი მოგზაურობიდან ბრუნდება და პირდება, რომ აღარასდროს წავა, რაც დაიუნის სიხარულს იწვევს. ის არწმუნებს, რომ უყვარს და რომ ყოველთვის მის გვერდით დარჩება. აი, რა ლამაზი ისტორიაა. ძალიან მომეწონა. დამიგროვდა მისალმებები, ამიტომ სწრაფად გადავალ. ეზეკიელ, ალე, სონია, ანალია, ლუს და ვისილია. ბოლოს, გამოიწერეთ არხი ზარის ღილაკით. გმადლობთ ყურებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.